ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა-პანსიონის ყოფილი შენობა დაიკავეს. 10 ოჯახი პეტრე იბერის 17-ში არსებული სამი შენობიდან ერთ-ერთში შეიჭრა. როგორც ამბობენ, არ აქვს საცხოვრებელი ფართი. ადგილობრივ თვითმმართველობას, პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყველა ინსტანციიდან უარი მიიღეს. არ გავალთ საერთოდ. ან გაროგვეხარნონ ქირა, სადმე, ან გვინახონ საცხოვრებელი ადგილი. ბავშვები ღიად სიცხეს დავრჩა. ვინა დამიცილიო მეუნა 5 თვეა გადასახდელი მაგ 1000 ლარი მაგ გადასახდელი. მიიღო ომში კანტუზია, თავი ტვინის შერყევა აქვს და ცუდად არის თავის ტკივილები აქვს და არანაირი დახმარება, არანაირი საშუალება არაფერი საერთოდ. ვარ სოციალური დაუცველები, უმუშევარი არის შემეკმარი, სამი ბავშვი მყავს, ბავშვი ავათა მყავს. ავღანეთის მოიარა, ცხინვალის მოიარა, ჩამოვიდა და დასჭირდა გულზე ოპერაცია, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. იმ ხელა საშუალებაც არ გვაქვსო წამალი უყიდოთ. ვერ მუშაობს. ვართ ეგრე ქირით. სადაც ვართ ახლა ისიც გვაცლევინებს. გადაუხდელობის გამო ჩამოგვართვეს ვეში. ბანკში მაქვს კრედიტი და ვერანაირად ვერ შევიტანე. უკვე 6-7 თვეა ვერ შევიტანე კრედიტი და გადამცეს სასამართლოში. უკანონოდ შეჭრილი ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. შენობაში არ არის წყალი, კანალიზაცია და ელექტროენერგია. საცხოვრებელი პირობების არარსებობის მიუხედავად, ვეტერანები შენობის დატოვებას არ აპირებენ. ძველი, დანგრეული, წყალი არ არის, არც კანალიზაცია არ არის, არც დენი. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს ჩვენ. შვილები ორივე 2008 წლის ომის მონაწილეებია, ერთი მტკაველი, არაფერი არ გაგვაჩნია. ხან სად ვართ, ხან ახლობელი შეგვიფარებს. არაფერი პირობები არ არის, უბრალოდ თავი შევაფარო, რომ ბინისქირე არ გადავიხადო. არაფერი, ყველაფერი გასაკეთებელია, რაღაცას ვიზა, მაინც შუშები აქვს, რაღაც აქვს და ბავშვებს მოვიყვან და მაინც რო ეს გამოვიზამთ რომ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკითხის შესწავლა მერის სამსახურებმა უკვე დაიწყეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ შენობა 2 წლის წინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზუფრუქტის წესით სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების ასოციაციას გადასცა. ილია ზარდიაშვილმა ჯერ არ იცის, მოუწევთ თუ არა ოჯახების გამოსახლება. არ ვფიქრობ ასეთ რადიკალურ ზომებს მივმართოთ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ეს ტერიტორია კი გახლავთ მუნიციპალური საკუთრება, მაგრამ უზრუფრუქტის უფლებით გადაცემულია არა სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც გარკვეულ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს იქ. სოციალური განყოფილება, თქონების განყოფილება, ყველა სამსახური მუშაობს გარკვეულ ალტერნატივების მოძიებაზე. უკანონოდ შეჭრილ ოჯახებს გამოსახლებისგან კანონი იცავს, ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონს იშველიებს. არსებობს ასეთი კანონი ვეტერანების შესახებ, სადაც მე-15 მუხლია, რომ თუ არ მიეცი ვეტერანს ალტერნატიული ფართი დაკავებული იმდა ვერ გამოასახლებ. ეს კანონი იცავს თვითონ, სახელმწიფო იცავს, სახელმწიფო კანონით იცავს ამ ყველაფერს. გამიგეთ? მერიას ვთხოვ, რა თქმა უნდა, თვითონ ხალხს ვთხოვს, რომ ამ ეტაპზე მიცენ დროებითი უფლება ცხოვრების, რომ შუქი შეიყვანონ და ბავშვი ვერ დაეყინონ. ადამიანმა რომელსაც იომა ხო, სისხლდაღვარა სამშობლოს ეხლა იმას ცოტა მეტი ყურადღება ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების ასოციაციას 4089 კვადრატული მეტრი ფართობი და მასზე არსებული სკოლის, სამზარეულო სასადილოსა და დამხმარე სათავსოს შენობები უსასყიდლო სარგებლობაში 2014 წლის 4 ივნისს გადაეცა. ამონაწერში მითითებულია, რომ უზუფრუქტუარი ტერიტორიით იმ ვადით ისარგებლებს, ვიდრე იქ სწავლებისა და გადამზადების ცენტრი იარსებებს. არაკომერციულ ორგანიზაციას კი 2 წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია.